ჩიმოთმა გვალოჯგირი რა კაროჩი მაგარა მომწონს. ვერ გევიგე რა თქვა, მაგრამ ალბათ სულც არ ეთქვა. შეიძლება კიჩა გაგინა, კანდიდა მხოლობიში და თქვენდა მრავლობიში ეს მასწავლეს. მე თუ არ გევისვარე ხელები ის არ გამოდის არაფერი მოკლედ რა. დღეს რა ვშვებით? ჯაგა მიდი ჯაგა მიდი ლანდები კორპუსია პირველად ხოჭდები ნავზე ჩვენ არა თქვი პირველად ხოჭდები ნავზე მარტო ჩვენ გვაქვს და ეს შებოლილი სულგუნი ვისაც არ გაქვს ნაჭამი რა ვიცი მთელი მსოფლიო ჭურში ცხოვრობს ჩვენ შებოლილი სულგუნი გვაქვს ჩვენც გინდა გაუმარჯოს სკაი ხალხს. ექსკურსიაზე მივდივართ მარტვილში. ირმა, შენ სად მიდიხარ? მე სამსახურში. ხო და თქვენ ახლა ნახავთ, გუშინ ვიყიდეთ რაღაცეები ბაზარში. იმ კადრებსაც განახებთ. აი ეს არის. ყველი გვინდა ხორცი გინდა. კიტრი, პამიდორი რაღაც. ხო და გავაწვევით მარტვილში. ახლა ქუთაისის ბაზარში. უნდენი ყველი აუჩეთ ძალიან მაგარი. აი ეს სულგუნი ვიყიდეთ შებოლილი. და კიდევ ვიყიდეთ თეთრი, ჩვეულებრივი სულგუნი. 23 ლარი დეს თეთრი სულგუნი, 26 ლარი დეს სულგუნი. ახლა მივდივართ ხორცის აკიდნად სამწვადებელად. მაგარი ადგილი სამწვადებელად. ალფასებს მოგრობა როგორია. აი ხორცა ვარჩევ და როგორ იქნება ნახავ. რანაირი უნდა იყოს? ასობი. ეგ რას ნიშნავს რომ გაგვიმართოთ? ასობი არის ნარჩევი რა. ამან არის ის ქართული ამან ის გლობუსი, მოცი რუკა. აი ვათაშორის იაფად ვიყიდეთ სამწვადე. მეგონა რომ ძვირი იქნებოდა, მაგრამ ყოფილა ისე ძალიან ძვირი. მეგონა იქნებოდა 30 ლარზე, 20 ლარი ეს სამწვადე. აუ ეს ბაზრული სიტუაცია მაგარი არის. დევან W-ზე. კაი, კაიფერი. კუთაისში, მაგის ოსაფორა ვიყიდე. ესეც რო ღია ფერის არის. ღია კი არა, ციტელ ჯობი. მანათი, როგორც ლევანი ეტყვა. ერთჯერადი კონტეინერები გინდა, ხა? დანა ვიყიდე, ფასანთი ვიყიდე, კონტეინერები ვიცი. სულგუნი. 5 და 100. სულ? ვიცი. მოდი ვიდეო ხარ არის? საიდან არის? გულია? თურქული ყოფილა. თურქულს ყიდულობენ. რამდით რა თურქები ლევანია. აბა. შენერი ეს იყო ქართული ამიდური. ასე იყო მოიგვარკუ. არა, მამაზი და გემრიელი გინახი არამე. ხლა მივდივართ სამეგრელოში და მეგრული გინება არ ვიცით და რაფერ შეიძლება. არ გევიცით. არ ვიცით. არის. შეგიძლიათ კომენტარებში შეიგინოთ მეგრული, თქო მე არ შემოვიდა. ჩვენ არ შეგვაგია საერთოდ. რამე შეაგინეთ და ვისამ. ამიდორი გვაქვს, კიტრი გვაქვს, ხორცი გვაქვს, ყველაფერი გვაქვს. საგვართ დანარჩენ რაღაცები ნაკერი გვაქვს მაღაზიაში. აქციაზეა ყველაფერი იაფი ხარისკიანი და ყველა რო არის, ეს მაღაზია. კორსა. მაგარი კორსა არის. ვათაშორის იყიდება ეს კორსა. ვისაც გინდათ ნომერს დავწერ აღწერაში და დაურეკეთ და გეტყვის ფას. ამნაირ კორსას ვერ იშოვით ვერც ჩეხეთ. შეგნეს ნახეთ. მოწესრიგებული აქვს. და ახლა გავაგზელოთ ირმა სამსახურში. დაიმუშაოს, ან უნდა იგულაო. დარჩული ცხოვრება გაქვს. ძალიან დავიტანჯერა. კაი წავალ ახლა ხალხი მიცდის, ვიდეო მსაჯდება, იდება, ანამ არ დაიდება, იუთუბერობა მაგარი რთულია. დავედი ახლა და იმედია, კარგი ექსკურსია გამოვა. ხაჩიკოს უნდა გაუვარო. ჯაგა მოვდივარ, არ ინერვიულო. მეთევზე კაც რა უნდა კონდეს საბარგულში, აი. ხაჩიკო მოვიდა. ხაჩიკოში. აქ გვაქვს ანკესები, ბარი, ელთათმანები, რო ჯაგამ თევს მოკიდოს ხელი, ეშინია ესე. აგერ 20-იანი, ეგი გამავსებია. ანკესები არის, მაინც ექსკურსიაზე ვართ. თუ არის წასათევზავებელი, წავითევზავებთ, არაა პრობლემა. მე ვედით. მორთუა. რა ვახარ, მინიჩკა. კარგად და უკეთესად ვიქნებით ძალიან მალე. სამთვლაზე. 1 2 3 ქვია თქვენ ტრიოს.
მანძილი. მანძილია. ის გადევიდა სამეგრელოში და გულაობს უკვე. აქ შევიკრიბებით, გეგმას დავსახავთ, სად მივდივართ, რა ფერ მივდივართ. ჩვენი პირველი ლოკაცია არის ბინური. ვინც არ იცის ბინური? აი. წყარო. წყალი, დასავლეთ წყალი, აქედან მეა ქალწყალი. დღეს რა ვშვებით? რა არის ეგზა? ამ ზაფხულში გამაგებიათ იმასე, ტურისტებმა რომ უნდა იაროს, ასე უნდა იყოს ეგზა? მე კაი ჯანდაბას მივლი, ხო? შენ ჯაგა? ჩემ მანქანა არა, ო, რა ენაღლება. თქვენ კიდე? Kimot ma gvalojgiri re короче mama gare momtsons. ვერ გევიგე რა თქვა, მაგრამ ალბათ სუც არ ეთქვა. შეიძლება კეჩა გაგინა, მაგრამ ჩამოვედით მარტვილის ხანიონზე. აქ იმდენი ქუდებია. იმიტომ იმდენი ქუდებია აქ. იციან რომ შენაირი ხალხი, შენაირი ქუდის გარეშე მევიდოდა. რატო არ წამევიდე? ფასი რა გამომივიდა, ავასველები. წავედით ახ სალაროში და ნახოთ რა ღირს. ბილეთები საქართველოს მოქალაქეებისთვის 12 ლარები. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 20. ძალიან ცხელა, შია, ცოტა დაღლილი ვარ. ჭირდება ეხა განწვიფვა, დასვენება, სიგრილე და მერე ყველაფერი იქნება. აქ მაგნაი არაფერი არ ხდება. აქ არის მზე, სიცხე, სიარული ფეხით. მეგრულად 1-2 სიტყვის სწავლა გვინდა. ანი? სკანი არის შენიო და თქვენი არის თქვენიო. თქვენიო. რამე კაი ვასწავლეთ. ხუგვალე, სამარგალო. კიდე რა იყო? კაი სიტყვები არ იციან მეგრულად რა. სკანი გამხოლობიში და თქვენი გამრავლობიში ეს მასწავლეს. სულ ვაიცით? არა. ხალხო წავედით. პირველი იხჩობა ყველას გადაგვარჩენს ნინია, გამხელარიგია. ეს რაღაც უცნაურ ენაზე ლაპარაკობს სულ. არა ნინეს მომეცა. იფრე ჯირო ივაპ. რაო? ვერ გემია ვერაფერი. პირველად ხოჭდები ნავზე. ვინ? შენ? არა. თქვი, პირველად ხოჭდები ნავზე. კი. პირველად ჯდები ხო ნავზე? კი. პირველად ჯდები ხო ნავზე? კი, და ძალიან მაინტერესებს შეგრძნებები. შენ? მეც პირველად და ძალიან მეშინია. აიმე. ჯაგა შენ? ჯამბალეიკა. ჯაგა იმ ნარევზეა, ნაჯდომი ნავი ვერ შევაშინებთ. ნიჩფი შეიძლება შეეშინდეს, მაგრამ ნავის არა. დამიწერეთ კომენტარებში თუ ხართ ნამყოფი მარტვილის კანიონზე და თუ მოგეწონათ. შენ პირველად ხარ ხო მარტვილის კანიონზე? მე პირველად ვარ და ძალიან მაინტერესებს ფოტოები და ვიდეოები ძალიან ლამაზია. ახაც ლამაზია, ახლა რო ვაკვირდები. აი, ფეხი უნდა ამოდო ამაში, თუ არ გადავარდე. ბიჭო, სიგრილი არა. აუ, კაი, ცოტა ჭტილში არა. არა, მეს გადამიღე რა აი. ძალიან ლამაზია. ბოლოდან აღარ მოდის ზალა გონია. რა მაგარი წყალი არის. მონა უნდა აი იქ შეხედე, ჯაგა. გამხელაზე ვართ. ვიდი მაგრები ვართ. ადგილი და თა ჩვენ ბევრი ვართ უნდა გვაქვს მე მოდი Melo, yes. Jaga midi, jaga. Jaga midi. Άντωνი კორპუსია. აქამდე იყო? ავასარი? ავასარი. მალადეც. ლამაზი გველია. შეგენაცვალე. უფრო ძლოკვია. Hi, please subscribe. Please subscribe this channel. ხალხმა გამოიწერეთო და თქვენ რა ჯერ კიდე არ გამოგიწერიათ გამოიწერეთ.
ერთი ჩანჩქერი, მეორე ჩანჩქერი, მესამე ჩანჩქერი, აუ მაგარია რა. ნავით გასეინება როგორ მოგეწონა? ძალიან მაგარი იყო. ადგილი? ეს ულამაზესია. როგორ მოგეწონა ნავით გასეინება? ზოგადად მეგრელებისგან მაქსიმუმს მოველი. ეს მაქსიმუმი იყო ნამდვილად. მეგრულად ხომ ვერ გვეტყოდით რამეს? მუ გოინტერესუნდა კომიტი თუ გაინტერესებსო შენო რა გითხრა? როგორი იყო სალო ნავზე? აუ ძალიან მომეწონა. მართლა ეს ადგილი როგორ მოგწონს ეს? მაგარია. როგორ მოგეწონა ნავით გასეინება? ჩვენიერი ადგილი იყო, რა ვიცი, რეკომენდაცია. ამ ადგილზე რა სიტყვა შეხედი ამდენი ჩანჩქერების სილამაზეების სიმაღლეზე აი აქ გავარ. სილამაზე ძალიან მომწონს. რა ვიცი, შესანიშნავია რა საქართველოს ზოგადად. დიდარია ამ ლამაზი ხედები, ბუნები, ქვები, ჩანჩქერები და რა ვიცი. აი ხარო ნო. ნინია, თქვენთან ერთად ყველაფერი იყო კიდევ უფრო ლამაზი და მშვენიერი და ბედნიერი. აი ადამიანი. გამოიწერეთ მელოს არხი. ახლა რა ვშვებით, მითხარით. შედან მიდვართ სათევზაო და სამწვადა. 2-1. წვადი, წითელი ღვინო, ჩასხდომა, გართობა. სათევზაოდ რომ მოვდივარ, თევზს ვერ ვნახულობდა. აქანა წამოვედი და შეხედე, რომ ხილა თევზი არის. გულაობს, ეგ ახლა ჩემი შიშით ასე უნდა დაგულაობდეს? გამდენი ხალხი არის, რა ვიცი. თუ გონიათ რომ მოხვათ მარტო გამოისეინებ, წახვათ აბა. მე გაჩვენებთ რეალობას როგორც აქვს ყველაფერი. აი. გავიღვით. ბაქანცული ხალხი. ეს რა არის? Mas холодненько, как Бербакианы. Холодненько, как моя тёща. Дедривит сивие бурахи мат. სიდედრივით ცივი ბურახი მაქვს. წამოვედით კანიონი და იმნაირი სიცხე არის. გადაღება არავის არ უნდა ყველა მანქანაში ჩაჯდა და წავედით იძახი. ასე რომ წავედით ახლა და შემდეგი ადგილიდან დაგიბრუნებთ. რა გინდა აბა? მთელი ღვინო მინდა მე, წავედით ერთად. დილას რომ მოვდიოდით, რაღაც ვნახეთ ასასვლელი და იმედია კაი ადგილზეა. მარტვილის ცენტრში ვართ ახლა. სად მიდის? ასოციაცია. კაი წავედით. ხანა გვიყვანა და ჩამოგვიყვანა. ნამე კარი ხო იკეტება. რა თუ აი მე და გააჩერე. რატო დავიძახა? რადა? უი მე თურმე იუმორი გელო. რორამე აქ არ დაგხვდეთ ვის თოურება. Telefon sana bacımdan. სადაურები ხარ? აქედან ხარ? სუგედიდან. მარტვილის მონასტრის ადგილი შუა საუკუნეებიდან ითვლება წმინდა ადგილად. მანამდე აქ ხის ღვთაებას სცემდნენ პატივს. მეოთხე საუკუნეში წმინდა ანდრია პირველ წოდებას ქადაგების შემდეგ ეს ადგილი იქცა ქრისტიანულ ცენტრად. კიდევ რას მოგიყვებოდი ამ ადგილის შესახებ, როგორი ადგილი არის? ძალიან ლამაზი ადგილი არის, სიგრილეს სიმშვიდე. ბავშვებმა გამომიწერენ და თქვენც არ დაგავიწყდეთ ჩემი გამოწერა. ძველ დროში ამ ადგილში, როცა მუსლიმები ესხმოდნენ თავს საქართველოს, ადგილობრივებს ამ ეკლესიაში ამოყავდათ გოგონები და აქ ტოვებდნენ, ამით იცავდნენ, იმიტომ რომ მუსლიმები ასე თუ ისე ერიდებოდნენ წმინდა ადგილზე შემოსვლას. ეს ეკლესია არის ბაზილიკური სტილის ნაგებობა, რაც გულისხმობს, რომ გუმბათოვანი თაღი აქვს და შიგნით აქვს 3 ნავი. აი ერთი ეს არის, მეორე აქეთ მხარეს, მესამე აი ეს ნავები თაღებით არის გამოყოფილი და ეს თაღები იძლევა სივრცის შეგრძნებას. არქიტექტურულად არის ძალიან კარგი დაპროექტებული. აკენი სალამ. დაურეკე საბაქიროს რომ მოვაკითხოს. აი
დაურეკავ და მოგაკითხავს, ა? საბაგი რო გამევიძახეთ და მოდის. გამიშვი. ვაი, დავედით. დედა რა წაიღო? ვაი. ცოტა გააკაიცა. აი, სტორმუზე მიეც ტუიო. აღმართი არის აქედან და უფრო ჩქარაჩავდით. აი, საქმე მევილიათ ვაფშე. ლევეი. ჩაიტყვა. მიგრინორია შესკატა. შვიდობით ჩამოვედით მშვენიერი ადგილიდან და მივდივართ კიდე უფრო მშვენიერ ადგილზე. ვინო უნდა ვიყიდოთ? ნინია მიცის შავი ღვინო ერთ-ერთ მაღაზიაში, რომელსაც არ ვიტყვით. ჩენც გინდა? შეოდა გაინაწილეთ, ბევრი არ გინდათ ახლა. მწვადები ნაკიდი არის, სარდელის ნაკიდი არის, აჭაპური და ყველაფერი ნაკიდი არის და ადგილი გვინდა და კინჩხის კანიონზე არის მაგარი ადგილი. წვადი მალე შემიწით რომ ჭამო. ეთყობა რამე ამას ნაჭამია ხა? ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ მოვედით ოკაცეს ჩანჩქერზე. ძალიან ლამაზი ადგილი. რა მაგარ ადგილზე მოვიყვანე ხალხი შეხედე რა ლამაზია. რა ხდება ბიჭები? ადგილი რატო? მოდი სალომე. მოდი. წამოწვა სალომე, всё. რა კაია ცხოვრება. ლეო, შენ ხარ ნამდვილი მემწვადე და ვარ მამა გელილი. მიხარ? მამა გელილი. ბაბა ჯელალი. ოპა. ბაბა ჯელალი ყოფილა რა მამა ჯელილი ბიჭო. აი მიმდინარეობს მზადება. სალო, რა ხდება აბას? სასაკეთებშია ხო? ხო, მაგრამ მწვადი მინდოდა და მწვადს 1 საათი დააგვიანდება. ას დააგვიანდება. ნიავქნა. შებოლილი სულგუნი. ქართველებს გვაქვს მე მგონი მარტო ჩვენ გვაქვს და ეს შებოლილი სულგუნი ვისაც არ გაქვს. ნაჭამი რა ვიცი. მთელი მსოფლიო ჭურში ცხოვრობს, ჩვენ შებოლილი სულგუნი გვაქვს. ჯაგა, როგორ მიმდინარეობს? ავისო, ვცდილობ. რო დავამ. ჯაგამ დაანთო ცეცხლი. ლეო აგერ მწვადებს ამზადებს. ხედავ წვადი. ჯელალი. უნდა იყოს აცმული. შუაგული უნდა გადიოდეს პირდაპირ, იმიტომ რომ კუსოკი არც დაბლა არ უნდა ჩამოვიდეს შეწვის დროს, არ ზემო. აჰა, გასაგები არის. მე თუ არ გევისვარე ხელები, ის არ გამოდის არაფერი, მოკლედ რა. მოდი, აგი ხელებს ახლა დავიბან. всё, მე ვარ მამა ჯელალის დამხმარე. ოპა, აქ რა არის? შეხედეთ. ამაში რა უნდა ჩაიდოს? თევზი არ ყავს, უნდა დაგვეჭირა, მაგრამ პატარა წყალია და ვერ დავიჭერთ. ამიტომ სარდელს ჩავდებ შიგნით. ჯაგას ისეშიო და არ გვეყოფა ვიძახის, არ გვეყოფა კი არა? ძალიან ბევრია, მაგის შამფურცაც ფიზიკურად ვერ შეჭრა. ეგი უეჭველი უნდა შევწვათ. აი შეხედეთ რა მაგრად გამოიყურება. სუნი? აუ, საკმაზების სუნი აქვს. ეს რო შეიწვება, იქნება ძალიან მაგარი. ესენი მზად არის უკვე. შეხედე. პროფესიონალ. არ ქონდა ეს რო ჩაგვეკეტა და შეხედე ნინიამ რა მოიფიქრა და მერე იტყვიან კიდე რომ არაფერს არ აკეთებსო. ჯელალმა თქვა რომ 40 წუთში ყველაფერი იქნება მზად. აი შებოლილი სულგუნი. აი ზეგასტის. მე უნდა ვთქვა რომ ძალიან დიდი მადლობა მელოს არხს რომ აქ წამოგვიყვანა. იმდეჯერ მოხდა ამ ვიდეოში რომ აი წამოვიყვანეთ ექსკურსიაზე. ნამდვილად მადლობა რომ საზოგადოებას ჩემი თავი გააცანი და მადლობა ამ სიტუაციისთვის. აი სულგუნი. გასტის. ზეგასტის რა. აუ რა მაგარია. მომიძებნეო. ჯელალ მიდი. არა, მეტი რო დააწყობა. აი როგორი პროფესიონალიზმით აკეთებს შეხედეთ აი
მოვალ ლეო, მოვალ არა, საშველი სიმონ, მე თუ არ მევედი ისე სიმონ. ხო, რა სუნი აქ. მაგარი სუნი აქ რა. ეგია, ნამდვილი მწვადი შენ გაინტერესებს. ხო. მიდი. აუ. სპეციალური მოწვევით ყავს, მემწვადე, რამდენ ხანში იქნება? ამ წვადს უნდა გაუვიდეს წვენი. ამას რო გავჭრით შუაში, უნდა იყოს ცვარიანი. ეს არ იქნება ცვარიანი და არ იქნები მასტერ მემწვადე. ორაგარია. ებიჯო, გელი ქლაუმად ჭამს, რა თქინდა, მაგის. აქ მინდა რო შევწვა, თქვია ვარ მემწვადე. ძალიან მაგარი ადგილი არის, ხალხო, ვისაც მოგინდებათ, ოკაცეს კანიონს როგორც კი გამოცდებით, ივლით 3 კილომეტრია თუ 4 და ოკაცეს ჩანჩქერი აწერია. მარჯვნივ მიდის გზა, პირდაპირ გრძელდება ბეტონის გზა. აგა გემოვნებიებთ მწვადს ჩემთან ერთად. ძმა ხორცი. აი, ასე უნდა შეიცვას ხორცს. არე. აქ ქულავი მიმდინარეობს. საქართველოს გაუმარჯოს, ჩვენ გაგვიმარჯოს. სვაცა რომ მიდის იმნაირი ღვინოა, ნახევრად ტკბილი. აუ ძალიან გემრიელი ღვინოა. ლოთმა იცის რომელი ღვინო უნდა იყიდოს? ნინია. რა კაი ღვინოა რა არის ეს? კი. რანაირი არის ეს გაპრული? ჩანგალი და ისენი ახლა რა ხდება? მოდი ჯაგა, კაცურად. მოაჭახუნა. კაია გინდონება. ცხოვრებაში რამოდენიმეჯერ მაქვს ნაჭამი ამერიკაი მწვადები. ძალიან გემრიელი არის. აი, უბრალოდ შეხედეთ, აი. აი როგორია, იცი? შიგნიდან სველია, გარედან შემწვარი, ყვამლის გემო აქვს. რა ხდება ამ მწვადს? შავი ღვინო. ჩვენ საქართველოს გამომარჯოს. როგორ გაიფუჭდა? ახლა სარდელი შევწვავთ. სარდელი და იტალიური სარდელისავით რაღაც არის. კარგი უნდა გამოვიდეს წესით. სარდელს უფრო ცოტა ხანი უნდა. უცებ, წკობ. და იქნება, ასეთი. აი როგორი გამოდის. ეს არის იტალიური სარდელი, სხვანაირი არის. ახლა გავსინჯავ ამას. ქულას ერთს ეგრევე დავაკლებ, იმიტომ იმაზეა შემწვარი ნაკვერჩხალზე და გემო უკეთესი ექნება და ახლა გავსინჯავ და ნახოთ როგორი არის. ღირს თუ არა ყიდვა ვნახოთ. ყვამლის გემო აქვს კი, სუნელები აქვს შიგნით და პიკანტური არის. სუნი გემო ყველაფერი ერთიანობაში. კარგი არის და ღირს ამის ყიდვა. და ერთ ქულას დავაკლებ ეგრევე 8 ქულა. იმიტომ რომ ნაკვერჩხალზე რო შევწვი, ამან ყვავმა მოუმატა გემო. ახტება აქ აბა. მორჩენილი წვადი იწვება. კიდე გვაქვს. შენი ძახოდი რომ საჭმელი არ გვაქვს, გევივსეთ. ასეოა საჭმელი. ბიჭო ჯოშკუნი რა პონტია? ხო, ჯოშკუნი ხარ, ჯელალი შეშერდომია. ჯოშკუნი, როგორაც თქვა, ჯაგამ მისი ნახელავი და შევადაროთ მერე. ფერი როგორია? აი, ფერი აქვს შავი. ჯაგა, შენ ამას სპეციალური რამე დაამატე? განსაკუთრებული. მე ნაზუქებზე მუშაობდი ადრე და დანიავი მომისი კარგად. შენი შემწვარი მწვადი ნახოთ მერე, როგორი გამოვა. რა ხდება შენ შემწვარ მწვადზე? მე მოვწოს ჯელალ გასინჯი აბა. ჯოშკუნის ნახელავი. ჯოშკუნის. აბა გასინჯე შენი მოწაფის ნახელავი. ცოტა კარი დედანი შესწრაფ. ომაწოდე შენი შემწვარი მწვადი. შენ ამომირჩიე. აი, აჰა. აი. ესე გამოიყურება გიგის შემწვარი მწვადი. ვნახოთ აბა მოსწავლემ რა ქნა. აუ ჩვენ არაფერს აი და რა მის გაიცი რომ შენო. ნორალა გარედან შემწვარი, შიგნით სველი, ძალიან გემრიელი არის. ყვამლის გემოც აქვს. ხორცი ახალი არის. მაგარია, შემწველი ვაფშე მაგარი. დუნიავე, შეხედე დუნიავე. მიდი. ოპ.
მოდიხარ პირდაპირ აი ჩანჩქერი რა მაგარი ჩანჩქერია ძალიან ლამაზი ადგილი არის ფოთაშორის აი ეს ჩანჩქერი თანაირი სიგრილე მოაქვს წყალი იმნაირი ცივი არის ვერ ჩახვან ახლა ძალიან სიცხე არის მაგრამ რო ჩახვიდე ამ წყალში ვერ შეეჩვევი იმნაირი ცივი არის თუ გინდა ღვინო წამოიღეს აზამთრო სასმელები ჩადები შიგნით გაცივდება ყველაფერი მაგრამ შენ ვერ ჩახვან თავ თუ გაწირავ ასე ყინვაში ჩადის ხალხი რა მაგარი ქვეყანა არის საქართველო ძალიან ლამაზი ადგილები გვაქვს რა როგორ განწყობაზე ხართ როგორც დავალაგეთ, ის ავალაგებთ ყველაფერს, არ დავტოვებთ არაფერს, ნაგვისხუც ნახავთ და გადავაგდებთ. ასე უნდა ქნას ყველამ. როგორი იყო ეს? ძალიან სასიამოვნო და ძალიან კარგად გავაკეთე. ხალხო, როგორი იყო? ძალიან მაგარი იყო. მომეწონა ძალიან. სალო. მაგარი. სალო თუ რა ხდება, ბა? მაგარი რატო აბა? კაი, ამოუჭრი. კაი. ყველაფერი იყო ძალიან კარგი. დღეს რო ნინია დაიღალა, დენის საქმე გააკეთა. აი ნუ სამაგეროდ გონებრივი საქმე გავაკეთე. იდეები, გონება, დაგეგმა, ყველაფერი იყო ჩემზე. დადია რა ხდება? აღფრთოვანებული ვარ, იმდენად სასიამოვნო დღე იყო. გაშტერებული ვარ პირდაპირ. შტერებული კი, აი მწვადი რა კარგად გამოიყო, რატო გიკავია ხელში? ლეო საფიმო, სტადიონისაც თათია წაიღებს და მთელი კვირა შეჭამს. ლეო, ესამი. აი, ავდექით. ავახვიეთ ყველაფერი და წავედით. ნინია ძალიან აწვალებენ. აი 5 ლიტრიანი ბოცა მოაქողან თავის თავსახურიანად. აი ლამბორჯინი. აი შეხედე. გეუბნებით, აი ეს კორსა იყიდება. აი კამბუს ლედებია. დან 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 დან. всё, ძალიან მაგარი დღე გამოვიდა. როგორი იყო? მაგარი. გამოიწერეთ ჩემი არხი, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და უეჭველი მოგეწონებოდათ, მაგარი ვიგულავეთ. აუცილებლად გამოიწერეთ მელო. გამოიწერეთ მელო და დაგვიწერეთ კომენტარებში შემდეგში საწავიდეთ. აგემშვიდობებით. კარგად.